დილამშვიდობის წავიდეთ სამსახურში. მინდა გაჩვენოთ ჩემი ძალიან ლამაზი სიყვარულო. დერა ლამაზი ხარ, ჩემო ლამაზო. ვინმე შეგენაცხაროს პაპა. ვინმე შემოსილამაზეს. მოფრონტი დედიკო ერთი. სიყვარულო შეგენაცხაროს პაპა. დილამშვიდობის ხალხო. რის ნახევარია და წავიდეთ სამსახურში. ბრწოდ 25 უკლია. და ველოდებით მარშრუტკას მე და სიყვარული. მეტი ჩემი სიყვარული რომელსაც ეძინება. სხვა გზა არ არის. წავიდეთ ცოტა. შამპუნი, რომელიც გამოვიყენე, მე მგონი ცუდი არ არის. აქ ძალიან თეთრი აღარ ვარ. ძალიან არა თეთრი საერთოდ ხარ. ნუ ამაში ჩემბრალია. ეს ერთი ცუდი რაც არის, მუდმივად რომ უნდა გამოიყენო, აი ეგ ეზარება ადამიანს. ნუ შეღებვისგან განსხვავებით ხა. ის ორი კვირა მაინც გაგიძლებს და ეს როს წარა, მაგრამ ნუ იმ საღებავის გამოყენებას მაინც ეს მირჩევნია, იმიტომ რომ ის კიდე სხვა ამბავია. ყოველ შემთხვევაში ამას ალერგია არ მოუწია გოგოებო. როგორც აი საღებავი რომ ისე მხდის ხოლმე რაღაც. ანუ კარგად გწნობდი თავს. ჟაო და წავალთ მაგრამ გუშინ იყო ბავშვთა დაცვის დღე. ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან დავიღალეთ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ბავშვები იყვნენ ბედნიერები, ხო და მოვიდა მარშრუტკა და ძალიან მიჭირს ის ამბავი, რომ მარიკოს ჩემი რეჟიმით უწევს ცხოვრება და ეს რეჟიმი ყოველდღე ევროპაში ხო საკმაოდ რთულია ბავშვისათვის. იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან რთულია შესაბამისად ბავშვისთვისაც სამაგად ჩათვალეთ რომ რთულია. მაგრამ აი მე გვერდით მარშრუტკაში ქალბატონი ამობრძანა და ყვავილები ეჭირა. ხო და მე ხო ალერგიები მაქვს. ხო და რა ვიცი 3-4 ნაირი ეჭირა და რომელზე დამეწყო ეს ხვირის გაჭედვა და თავრუსხვევა არ ვიცი. აი მე მეთქი როდის ჩავა. გაინახავ გავიგუდე. აქედადექი ჩემო სიყვარული. მოდი და მოდი. მეთქი ვერ სუნთქა. ვეღარ სუნთქა. აი სალდესტოში ახაც ვეღარ სუნთქა. მე ხო ისედაც გიდე მაქვს. გასწორებელი და მე რო გამეჭედება ამ ალერგიების არამის გამო ხო საერთოდ ვეღარ ვსვით. აი მე როგორი ამინდია იცით? თითქოს უნდა იწვიმოს. თან თითქოს არ უნდა იწვიმოს რაღაც უაზრო. არც იქით არც აქეთ. აი გუში რო დავიღალეთ გოგოებო. აუ მეთქი ცოცხალი ნუ არ საყავბოს. თან დამემთხო მორიგეობა ხორშაბათ იყო. ხო და ვეღარ ანუ ბავშვი ადრე წამოიყვანა კობამ და მე და თიას რა ვიცი მეტრომდე მოვუდით რა ვიცი მივღუღავდით ვეღარ დავდიოდით ფეხები ისე ფტკიო და აი ესეთი ამბავი 9 წუთი რა თქმა უნდა საკმაოდ ადრე მიწევს მისვა მაგრამ მოდი და რა არის და როცა მორიგია რომ ცივა და 9-ზე უნდა მივიდე. ნუ ხო ზუსტად 9-ზე, რა 9-ზე უნდა ვიყო სამსახურში. მაგრამ რაღაც საქმეები მაქვს. ხო და თან რა არის იცით? მე სხვა მარშრუტკას გამოვყო უკვე მაგვიანდება გესმით და მე კიდე დაგვიანებაზე ხოიც ალერგია მაქვს.
გამოდის რომ ცოტა ადრე მოვდივარ და მირჩენია ცოტა ადრე მოვიდე მოვწესრიდე ფეხზე უნდა გამოვიცვალო მარტო რეჟისორის ასისტენტად რო ვიყავი ხოლმე არ ვიხდიდი ფეხზე იმიტომ რომ არც არ მიწევდა სიარული მხოლოდ დარბაზში და ანუ ვინც ასე მოდის ხოლმე თქვა საათობრივად ფეხზე არ ვიცვლიდით ხოლმე და ახლა რომ მოდივართ იქო რა თქმა უნდა უკვე ფეხზე ბოტასი მაცვია და ჯერს და ხო დაბალი ვარ და ბოტასზე ხო საერთოდ არ ვჩანვარ კიდე კაი წოდა მაქვს თურშება ვერავის შევემჩნიე ხო და ძალიან არაკომფორტულია ჩემთვის ზოგადად ბოტასი მაგრამ ფიზიკურად მთელი დღე მაღლებით ვერ უბრალოდ გამორიცხულია აბა რამდენ ხანში ავინთებით რამდენ ხანში სწრაფად ცოტა სწრაფად მეჩქარება კი არ მეჩქარება დროზე მინდა მივიდე იმიტომ რომ ბავშვმა მცირაო შესაბამისად ამიტომაც მეზარება აქ დგომა ყოველთვის შუქნიშანზე მაგრამ რას ვიზამთ მე არ მიყვარს წესრიგის დარღვევა ეს სად მოდის კაცო ვაიმე მიშველეთ წარმოიდგინეთ სად გადმოკვეთა ხო გზა ის ადგილას სადაც ჯერ არ იყო გადმოსასვლელი იმიტომ რომ არ იყო ჩვენი გზა ამიტომ არის რამე მოხდება და იმ ძღოლი სად იყო და ტრაპიზონში დაყოფილიყო არ შეიძლება ასე რაღაცა ძღოლისათვის რომელიც პირობითად გეუნებით თავის გზაზე მოდის და მოკრის უცებ შენ მოგინდა ახლა გადახვიდე ამას დავემართა კიდე ასე არ ვიყურებოდი ასე რა ნახლა უკაში ოღონ და ვაიმე ხალხო ვიღაცა გადავიდე გავყევი ვიფიქრე რომ ჩემი გზაა თქო და რომ მივხვდი რომ რა ის შენი გზა შვილო გაგიჟებულები მორბოდება გადები გამოვიქეცით უკან მე და ბავშვი ხო და ახლა უკვე სანამ ჩემი თვალით არ დავინახა არ არსებობს რომ გადავიდე აი არ არსებობს რა იყო და დღეს არის ხუთშაბათი და სიმართლე გითხრათ მაინტერესებს რით ვერ გავიდა ეს კვირა აი ვერ გავიდა ხალხო ყველაფერი გავიდა კვირა ვერ გავიდა ამ ბოლო დროში მე მეჩვენება მაგრამ თან ხო ძალიან სწრაფად გადის დრო აი ძალიან სწრაფად მაგრამ კვირები რატო იცლება ხოლმე უბრალოდ რომ მოიხედებ უკვე ნახევარცხოვა გავლილი და მეტიც მაგრამ ვერ გავიდა ვერ დავღალე ეს კვირა რასაც ქვია თორემ მე კი ვარ უკვე მიმკვდარებული დღეს არ ვიცი უკვე ბოლო ძალებს ვიხსკერ ვარ დავეცე სადმე ხო გოგოებო რა უნდა მეთქვა ესე იგი გაოგნებული ვარ და რატო გუშინ არ მეცავა იმისათვის რომ კაცრავად ჭაღარის შაპუით დავემუშავებინა თავი იმიტომ რომ 1.15-20 წუთი უნდა გააჩერდა მაგის დრო და ტიტყნის თავი სად მქონდა ძლივს მივიღე შაპი ისეთი დაღლილი მოვედი და ვფიქრობდი რომ ბაბა ეს მე ანუ გადამივიდოდა და ჭაღარე დამრჩებოდა და აუ მეთქი წარმარა უკვე წუწუნებდი და ძალიან ისე ვიყავი რა თქვენც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და მე მეგონა რომ მოვიდეს მარშრუტკა და ყველა დაბანის დროს უნდა გამომეყენებინა ეს რატომღაც ესე მეგონა არ კაი და ხო და ხო ის აუცრებავ ვიბანავი თუ რა მივარდი სარკეს და არა არ გადამსვლია და ვიცი იცით მითხარით რამდენ ხანში ერთხელ და გამოვიყენო გავაჩეროთ მარშრუტკა იმიტომ რომ არ გადამივიდა სრული შოკი ვეღარ დავამთავრე რა ქვია იმაზე საუბარი ჭაღარის შაბუზე საუბარი მოკლედ გოგოებო ესე რომ განახოთ აი ნახეთ არაფერი ანუ საერთოდ არაფერი არ მაქვს როგორც მქონდა ისე მაქვს ანუ დრო გავიკეთე ნიღაბი ისე მაქვს აი ძალიან მომწონს უცხოთ გაუგნებული ვარ სიმართლე რომ გითხრათ და ერთი ზედაც ეწერება ალბათ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვიყენო და არ დავკვირვები ვარ და წავიკითხავ და ნახოთ მოკლედ რა იქნება მე მომწონს ძალიან აი იმ დღლეზოს აშკარად რომ ვატყობ მირჩევნია ხო ესეც მეზარება მე ზარმაცი არ ამკუთხით მაგრამ ხო და ნახოთ
გოგოებო, ძალიან მინდა სადმე წავიდე, სადმე დასასვენებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან მინდა. ძალიან მინდოდა თუშეთში ნავყოფი არ ვარ, სვანეთში ნავყოფი არ ვარ და ასე შემდეგ. ბევრგან არ ვარ ნავყოფი და ჯერ ჩემი ვნახო ჯობია, მაგრამ მე რა გზებიც ვნახე თუშეთის და სხვა სადაც მე მინდა წასვლა, მე თქვენ არ ვიცი რამდენად იცით და ვინც არ იცით, გეტყვით რომ აქვს ტრანსპორტის პრობლემა, ვხდები ძალიან ცუდად. პირღებინება და მოკლედ. და მით უფრო ეგეთ გზებზე ხო აი არ ვიცი. შესაბამისად ვნახე თუ არა თუშეთის კადრები, მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი არ არის. არ შემიძლია. ხო და ხიზაბოროში კი მივდივარ ხოლმე, ხა ვინც იტყვით ხომ მიდიხარ შუა გზაზე, ხიზაბოროში მივდივარ ხალხო, მაგრამ მე ეგერ იქ ვრჩები მე იქ მერე. კარგა ხან შესაბამისად რაღაცნაირად ეს ამდენი მგზავრობა და დრამინა მიღებული და სულ გძინავს, ახლა მთელი გზა თუ უნდა მეძინოს იქ სადაც წავალ, ერთი დღით და ორი დღით რა აზრი აქვს და ხიზაბორში მივდივარ ეგ ამბავი მაქვს მოკლედ. ხო და წელს ოღონდ არ ვიცი, მინდა ძალიან, არ ვიცი როგორ მოესწრება, რაცა სხვა გეგმებიც მაქვს, თუმცა თურქეთიდან დავიწყებ. თურქეთი მინდა რომ ვნახო ძალიან, თურქეთში ნავყოფი არ ვარ, არა და აქვია იდეაში. ხო და ვფიქრობ, რომ აი როგორ ჯობია ტურთან ერთად წახვიდე, მაგალითად თუ აი არ ვიცი. თან ძახიან ხოლმე რომ ტურიო მოსაბეზრებელიაო. თან მე მირჩენია რომ გეგმიურად წავიდე და ვნახო ის რაც ვთქვათ საჭიროა და აუცილებელი იქ რო ჩადიხარ და ნუ ამ შემთხვევაში გიგი ყავს. აი არ ვიცი მოკლედ. თქვენ რას მირჩევთ? და ყვავილები არ უნდა ამოვიდეს ამაში. არა და ეგ ხეა სიყვარულო. როგორც ხე ისია, მე მგონი ყვავილებს არის ხავს და ეგ. ლამაზია მოგწონს? სცენარია. დიახ. და შენ სად მიდიხარ? ბაღში. სიყვარული. ბატონო. აი რატომ არის მწვანე? არ მოაგლიჯო. ზოგი მწვანეა, ზოგი წითელი და როდის გაყავდება სულ წითელი? არ ვიცი და შესაძლოა სულ წითელი არც გახდეს დედი. დილიდან მე და ჩემი შვილი ვართ გადაზეზილები. დილიდან. მოიცათ აქ წავიშორო ცოტა ეს სახლში ესე არ ჩანს გოგოებო და რო გამოვდივარ მე კიდე ეხლა ცოტა ამიჭრელ და მოიცათ გავათანაბრე ბედნიერი დღე როგორ გამოვიყურებდი შემაფასებ აი მე ისეთი მზი ახლა ხუთი შევიხურკე ვეღარ ვსუქავ აქ ვართ ორნაბიჯთან ვокзалზე ცენტრალთან ველოდებით რაღაცის ყიდვა მინდა და აფთიაქიც არ არის ღია ამიტომ აგერ გავარ ბედნიერად მე და ჩემი გოგო გავარ და ჩემი გოგო ფაქტობრივად წევს ეგრე გავართ ვაიმე რა მინდა იცით სხვა ძალიან მინდა სხვა ლივლივი მინდა ოღონდ აი ეს ჩვენ ჭუჭყენი ზღვა არ მინდა და შევთანხმდეთ რომ ძალიან ბინძურია ძალიან არის ადრეა ჯერ ქობულეთი მიყვარს სხვათა შორის მე და ქობულეთში რომ ბინძურია წყალი აი რა ვიცი რა თუ აი მაგალითად ამიწვიმა და რაღაცა მერე რაღაცა რამდენიმე დღე განსაკუთრებით საშინელის ბინძურია რა ვიცი ყველაფერი გარეთ გამოდის მთელი ნაგავი და სბინძურე
თვალს ვერ ვახე. ისეთი მზიმით ყავს თვალს ვერ ვახე. უკვე სათვალის დრო მოვიდა, მაგრამ როგორც მოგიხსენებათ, რამდენჯერაც სათვალი გავიკეთე, თავპირი დავილეწე. აიქნება. ხო და აეგრე რა ზღვა მინდა და რა ვიცი, აბა როგორ იქნება ვერ გეტყვით. წყალ ზღვაზე წასვლის გეგმა არ არსებობს. არა და მინდა. ახლა თვითონას ვიდეო ჩავწერე იმაზე, რომ იქნება მოგდგამთო мама პაპიდან რო იტყვიან ხოლმე, სულ მაინტერესებს საიდან მოდის ესადენი ქონება. სულ ფიქრობ ხოლმე, რომ мама პაპიდან მოსდგამთ რო იტყვიან ხოლმე ქონება და რა ვიცი ხალხო დაგვაყვალიანეთ ბატონო, რამენაირად ჩაგვაწვეთეთ, საიდან მოგდით, როგორ მოდის, იქნება ჩვენც მოვაბად თავ ბოლო და დავუტყოვოთ მემკვიდრეობა ჩვენს, რა ვიცი, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. არ ვიცი, მოგდგამთ თქვი. მე არ მომდგავს. ქონება ნამდვილად არ მომდგავს мама პაპიდან. არც მე, არც ჩემებს არ მოსდგამდათ და რა ვიცი მე. სულ ესე წვალობდით და ჯახირობდით. როგორც მოკვდავები უმუშაობთ, ანუ ამას გულისხმობ თორე. აი რომ მოსდგამთ და რომ მოგდგამს, მე ამას ის უნდა მიმართულება და მუშაობა თორე ის გაგიქრება ხელიდან და ძალიან ბევრი გვინახავს, რა ვიცი, ვისაც ქონება ქონია და მე მახსოვს უბრალოდ ახლა რა თქმა უნდა სახელსაგვარს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი. თორე საბოლოოდ ხელა ქონების პატრონები ხალხო ვერც წარმოიდგენთ უბრალოდ რა კარგი ცხოვრება ქონდათ, რა მანქანები ყავდათ და რა ვიცი, როგორი ცხოვრების პირობები ქონდათ და ბოლოს სამწუხაროდ საერთოდ სახლის დაკარგეს, ადამიანი რო გარდაიცვალა საკუთარ სახლდანაც ვერ გაასვენეს, იმიტომ რომ აღარაფერი გააჩნდათ და მოკლედ რა ქრება, ყველაფერი ქრება, ამას უნდა მიმართულება, ამას უნდა შრომა, ყველაფერი ჭირდება ამას, რომ შესაძლოა კაცო არ მოგდგამდეს და შენ შეშექმნა, მაგრამ ამასაც თუ არ გაუფრთხილდები და თუ რაღაცაერთ არ ჩაეჭიდები იმას, რაც გაქვს, რომ კიდე მეტი მოაგროვო, თავისთავად ქრება ყველაფერი, ანუ ფული რა არის გიხვეწებით, აი რა ვიცი, ახლა ჩაბერით სახელფასზე ერთ აღარ მაქვს მე მგონი, სათხარჯავ, არა როგორ არ ვიცი ახლა მაღაზიაში რო შეხვალ, თქვენი არ ვიცი და მე 50 ლარათაც ვეღარ ყიდულობ ნორმალურად, აი რაღაც მხოლოდ იმიტომ ხო არ ვარსებობთ ჩვენ ზოგადად მხოლოდ ვარსებობთ, მაგრამ რომ აი ვიყიდო პირობითად აი ეს ბადრიჯანი შეწვიდა, იმ მხოლოდ ბადრიჯანი მიირჩვი და პური, აი რაღაცა ხონდა გააყოლო ხოლმე, ან ყველი გინდა, მწვანილები გინდა, რაღაც გინდა, არ ვიცი, ბავშვი ყავს, მაგას კიდე მილიონი რაღაც უნდა და ანუ დღეში 50 ლარად ფიქრობ, რომ ჩაეტევი ნეტარ სრულფასოვანი კერძები არ ვიცი, კიდე სხვა ამბავია ახლა. სრულფასოვანი კვება რას ნიშნავს? რაღაცა მხოლოდ და საღამომდე ბორში რო გაქვს, არა, ხო, რა თქმა უნდა. ხო და სრულფასოვანი კვების კიდე სულ სხვა ხარჯები ჭირდება და არ ვიცი მართლა, აი მართლა არ ვიცი როგორ ცხოვრობთ, რანაირად ვახერხებთ. კი, ჩვენ ვარსებობთ. მე პირადად არ ვცხოვრ, ცხოვრება არ არის, მე ვარსებობ და ჩემთან ერთად არსებობს კიდე ძალიან ბევრი. მხოლოდ იმაზე რო ხარ ორიენტირებული, რომ ხორცისათვის გქონდეს თანხა რაღაცა გადადებული, რომ ხორცი იყიდო, რა ვიცი, ხორცი ჭირდება ხო ოჯახს, ეს იყიდო, ის იყიდო. რა ვიცი, აბა ყველაფრის ფასები ვიცით ხო, ზეპირა და აღარ არის საჭირო ჩემი თქმა და მართლა უბრალოდ ჩვენ კიდე არ ვართ რაოდენობრივად ბევრი ოჯახში და ვინც ცხოვრობთ ხალხო 5-6 ოჯახში ხო, რამდენი ადამიანი ცხოვრობთ, მართლა როთი არსებობთ, აი არ ვიცი რანაირად ახერხებთ საერთოდ რამეს, უბრალოდ მართლა ვერ ვიგებ, იმიტომ რომ არ ვიცი. მე მგონი თქვენც არ ვიცით.
წარმომიდგენია რა როგორ ხართ გაგლეჯილები რამდენიმე იმაზე რომ აი რაღაცა თვიდან თვემდე კომუნალურები გინდა, საკვები გინდა, რა ვიცი ხან ჭირია ხან ხინია ხან რაღაც ფეხსაცმელი გაგიხევ. აი არ ვიცი და თუ კიდევ პლუს ამას ყავს ასე ვთქვათ სკოლის მოსწავლეები ან სტუდენტები ხო აი უბრალოდ აი ხარ მე მყავდეს სტუდენტი მართლა არ ვიცი როგორ რა უნდა გავუკეთო აი არ ვიცი იმიტომ რომ ამ პირობებით რა პირობებშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება დღესდღეობით მართლა არ ვიცი სტუდენტის შვილი როგორ შევინახო აი ახლა რო ფიქრობ და აი ახლა იყოს მარიკო სტუდენტი და გადავხედე ჩემს ფინანსებს ოჯახის ფინანსებს არ ვიცი მართლა არ ვიცი აი ეგ უკვე ჩიხია ჩვენთვის აი ახლა წარმოვიდგენ ჩიხში ვარ უკვე და მალადეც ხალხო თქვენ მალადეც აი მართლა აღფრთოვანებული ვარ როგორ გიხერხდებათ აი ყველაფერი რის ხარჯზე გიხერხდებათ ვიცი ძალიან ბევრი უკვე რომ ემიგრაციაშია წასული იმიტომ რომ მისი შვილი სტუდენტია და ასე შემდეგ ეგ სხვა ამბავია და ხამაზე არ ვისაუბრებ მაგრამ ძალიან დამწყდაგული გოგონა საუბრობდა ბანკეტზე რატო ვერ წავიდა ჩამწყდა ყველაფერი ფინანსების გამო ვერ შეძლო მან ბანკეტზე წასვლა აი მეტირებოდა სრულიად უცხო ადამიანზე მეტირებოდა ჩამეწვა შიგნით ყველაფერი აი რომ დაგენგრევა შიგნიდან ისე განვიცადე იმ ადამიანის და ეს ერთმა თქვა და მე ვნახე უბრალოდ შესაძლოა ბევრმა დაწერა მაგრამ მე ვნახე და რამდენი ადამიანია ხალხო რომელიც ბანკეტზე ვერ წავიდა იმიტომ რომ ბოდიში ძალიან ცუდი სიტყვა უნდა თქვა მაგრამ პერო გაყრილი დედებს რომ ძალიან ცოტა ფეშენ ბანკეტები გინდა და ძალიან ძვირი რო ჩდება იმ ვიღაცას ძვირი აქვს ბიჭო მარტო შენი სქელი ჯიბით რო საზღვრავ 1 და 2 და 5 მშობელი და ამ დროს 30 ხართ კლასში ძალიან ამას რზენია ჩემთვის მსგავსი რაღაცეები რა აი ძალიან ამას რზენია რაღაცა ოქრო შუალეთი ხო უნდა მოიძებნოს რამენაირად რომ შეძლონ ადამიანებმა წასვლა რატო უნდა გამოაკლდეს აი წარმომიდგენია იმ მშობლის შინაგანი მდგომარეობა რომ ვერაფერი ვერ გააკეთა რომ შვილი გაეშვა ბანკი ანუ საშინელება მართლა აი კი ვიძახით ახლა რომ და წარმოვიდგენ აუ რის ვალს ავიღებ და ზოგი მაგვალსაც ვერ იღებს ხალხო ვერ იღებს ზოგს ბანკი არ აძლევს ზოგს ოქრო არ აქვს რომ დაალომბარდოს იმდენი და ხა შენი რაღაცა ერთი ბიჭდით და იმ 200 ლარით ბანკეთზე შენ შულს ვერ გაუშვებ ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არის რაც აი ამ მართლა ბანკეტის ხარჯებს რო ითვლიან ახლა ვისაც ქონდა უკვე შეწრწუნებული ვარ აი უბრალოდ არ ვიცი და დედა წერდა რომ მე გავუშვიო ჩემი შვილი მაგრამ მე თავად ვერ წავედი და ჩემი შვილის ბედნიერ დღეს ვერ დავესწარიო იმიტომ რომ ფინანსურად ვერ შევძელიო ძალიან დიდი ტკივილია ეს მშობლისთვის და შვილისთვის ძალიან დიდი და რაღაცა ოქრო შუალეთი უნდა მოიძებნოს რამენაირად რა რომ არ შეიძლება რა ეს იმხელა დარდია რომელიც მე მთელი ცხოვრება მიყვება მთელი ცხოვრება ეს ფიქრი შენ არ გტოვებს და ვერ დაგტოვებს ძალიან სამწუხარო ძალიან რო ხდება და ყოველთვის ხდებოდა ეს ყველაფერი ყოველთვის მე მახსოვს და ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ამ ფაქტს და არ დამავიწყდება არასოდეს სანამ რა ვიცი ალბათ ცოცხალი ვარ ამიტომ ვიცახი რომ მსგავსი რაღაცები ადამიანებს არასოდეს ავიწყდებათ მოხდა ესეთი შემთხვევა რაღაც პერიოდი ძალიან გვიჭირდა და არ ვიცი კლასში რა ხდებოდა პატარები ვიყავით რაღაცა ფოტოალბომები როა ხო იცით ხელი ფოტოალბომები ცოტა ფოტოები რო ეტევა ჩვეულებრივი ფოტოები დასაბეჭდი ფოტოები აღონიზება იყო არ ვიცი უკვე პატარები ვიყავით და კამპეტებთან ერთად ეგენიც იდოშიგნით მოკლედ და მოხდა ისე რომ მე არ შემოხდა ეგ ალბომი რადგან ვერ მოხერხდა არ ვიცი
რატო რა ღირდა არ ვიცი მოკლედ რა ყველაფერს თავისი ისა აქვს ხო შესაძლოა ორი არ ღირდეს მაგრამ ვერ შეძლო ამის ყიდვა არ აქვს მნიშვნელობა ხო რა ღირდა მაგრამ მოკლედ მოხდა ეგ ფაქტი რომ მე ვერ შემხვდა ეს ალბომი და მახსოვს დედა ამბობდა რომ ანუ განა ვერ დადო ანუ ვერ გაიგო რომ უნდა დაედო ალბომის ფულს აი არ ვიცი რა მოკლედ რა მოხდა მაგას ხა არ აქვს მნიშვნელობა არ მახსოვს მოკლედ დეტალები მაგრამ ერთადერთი რაც მახსოვს იყო კვეთრად აი აქ ჩაბეჭდილი პატარა ვიყავ თქვენ წარმოიდგინეთ ის რომ ის კამფეტები კი ბატონო მაგრამ ალბომი არ შემხვდა და ისე ვიდარდე და რა თქმა უნდა ეს დედას არ დავანახე იმიტომ რომ მახსოვს ხარ მიტირია და არაფერი მაგრამ შიგნიდან ძალიან ვიდარდე მიუხედავად იმისა რომ პატარა ვიყავი აი ეგ დარდი მახსოვს გესმით ეგ ტკივილი მახსოვს რომ განა რა ღირდა რომ თქვათ ვერ გაიგო თუ ვერ დადო დედამ თუ რა იყო განა რა ღირდა ამისთანა რომ მე ვერ გამოვტყოვებ დავუშვათ ვარ პედაგოგი სკოლის და იმ ერთ ბავშვმა ვერ დადო თუ რა მოხდა არ აქვს მნიშვნელობა ვერ გამოვტოვებ და ჩემ ფულს დავდებ ვერ გამოვტოვებ და ის ტკივილი ახლაც მახსოვს მოკლედ ამის თქმა მინდა რა და წარმოიდგინეთ ბანკეტი ანუ ხო ხდებით რა აი ძალიან რთულია ეს კი გახლავთ იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობლებისათვის რომელსაც აუცილებლად წაგიკითხავთ მაგრამ ეს იქნება სხვა ვლოგში აუცილებლად ამ საოცარ 10 მცნებას ხალხო ჩემს სილამაზეს გაფიცებთ ამ თვალწარმის კანის ზღვის ყურის პატრონს მეკადრებადილი შეგშაიცია თქობა ხო რაის ვიზავ ეგრე აწყობილი ხახო რა მაინტერესებს აი ვიტყვია ხოლმე რომ მოსდგამთ ქონება მოსდგამთ საიდან მოგდგამთ არიცი ვერ გიტყვით მამა პაპიდან მოსდგამთ სად იყვნენ ასეთ ადგილებში დაკავებულები ერთი ნაკული მომეცი თუ იქნება მეცა მივდგე მოვდი არ მეზარება მუშაობა მივდგე მოვდგე ხო არაფერი მსულ ქვეყანაზე მაგრამ მამა პაპიდან მოსდგამთ რო საიდან მოგდგამთ როგორ მოგდგამთ დავაყვალიანეთ ხალხო ჩვენს მე იმას ავქნათ ხო დავდგეთ ფეხზე მე ფეხზე ხარ ვდგარ მაგრამ ვიშე რა წამოვიყონყლოთ ასე არ ვიცი სიმართლე არ დადის კი არა მშულს მაგრამ ისე რა სიტყვა მასალათ ამბობ ხალხო თილი სიკვდილი რომ ასეთი ლამაზი ხარ აი მე დაზოდაბანა ხარ ალბათ მოგვის გათვალებია და გადმოყრი აი ხალხო აი მე დღეს ასეთი ლამაზი ვარ ხო რო გამოვედი ნაზოს რომ მოეჭუტა თვალი მე გვეჭირებთ არ გავუხელია მე მგონებასია ხალხო პარიში მიდაწავიდე სამოგზაუროდ თვალი არ მეჭის ხო და ეფეთაკი და კოშკიდან იქა დავდგე ლამაზად ასე ხო და სურათი რო გადავიღო რა ხო და ის არის რა ქვია ჟარჯი ის პარიში წასვლა მეუნებია რომ რა გინაო ქუნარი ადულო ტრედულო დოდიო მარტო კოშკი დგასო და შიკაი ბაბი და შლო კოშკი რო დგას მაგიტო მივდივარ ხო ბოხმა თვითონ არ უიყურენა ფოტოები გადაიღეს და ვიდეოები და სტორები ისა კაი იყო და ახლა თურმე მარტო შოჭი ყოფილა ხო და მინდა რომ წავიდე ხო და ვერ ვიპოვე რომ წავოვიდეს მარტო რა მიდარჩა და ვიკარგო კალოა და რაღაც არ გამიტაცონ ხო ჯვარიმჭი ხო და რა საფიქრობთ ჭურები არის პარიზის ჭურები ხალხსა გავეკიდო და წავიდე ერთი 800 ლარიბა გადადებული ცინცხალად ერთი არა 300-ს ვერ დავხარჯა ერთი 200 ლარათაც ვიყიდი იმასა სხვა ვალუტას რო იქ რაღაცა ხო მინდა გავიდე გამოვიდე ხო და ის არის 800-1000 ხარჯები გაწერილა მაგრამ რა ის ვიზავი იყოს 1500 ხო და მინდა რომ წავიდე რატო არ უნდა წავიდე ხო ჩემი სილამაზე მარტო რატო საქართველოს უნდა დახოს და არა მსოფლიო ხო და ის არის ნახოთ რა იქნება ბალხსა ვერ წავიყვან
მერა რა შემიძლია ახლა ცალხეში ბალყი ცალხეში ისა რა ქვია ღვაწლი ახლა ხო და იყო სხვა ქვეყანაში წავიყვან ბალხსა ცოტა რომ მოიჩიტება რა ხო და რა სამეჩ ფაფუტურები რამე ჩამიყარეთ რა პარიზი მინდა რომ ქუდი დავიფარო ესეთი ქუდები როა და დავდგე შეტემ ხო უფალო გეხვეწები რა გევედრები თუქცალი ახლა ორი წუთი განმოგვხდე რაღაცა მაგ სათქმელი ახლა ისე ვარ ხო სარკემდე ვერ მივედი გარაიმდო რომ სარკი არა მაგ სამი მაგ მეოთხეც მაგ უჩი მაგ ჩადებული და მეხუთე ჩანთაში მიდევს მაგრამ ვერ მივედი საქმე მაგ უსარკოთაც გადასარევად გამოვიყურები მაგრამ ისე რომ თქვა საქმე მაგ დილის 6 საათზე რო ავდექი ღამის რომილა გოგოსაათი ხო გძეტაც ხრახდებ არ დავჯდარ ვარ სუძრაობაში ვარ საქმეზე გაკაფული ვარ და რო კითხვა ფავს ხო ქალის ცხოვრება რა არის კაცი უნდა თქვა რართული ცხოვრება აქვს კაცებს ცურვე და როგორი ხლებია დედა როგორი ხლებია და 36 და 3 ხაზი რო გაქვს ციცხე ხო მამრობით ის გესის ადამიანები მუთავწაკურლები წევყართ 39 სიცხით იმ დღეს ფანჯრები დამწმიდე იატაკები ვხეხე თუ იატაკები არ დამიხეხე ხო რა ვითომ დავხეხო დაუშვა დავხეხი ეს ადი გავაკეთე მერეც კარგად ვიქეიფე ვივახშმე და რა ვიცი მე გამდედახრა ცხოვრება მიყვიპარაშვილის ვიყავი ხო რაღაცა ვისი ცხოვრება უფრო რთული აბა დავფიქრდე თქვენი თუ ჩვენი მე მგონებ რომ ჩვენი ისე ვარ ხო რომ ახლა ჭირო დამიდგე ვინმე და მითხრაც რომ ქალების ცხოვრება რა არის 2-4 შება გაგლიჯო შუაზე აი გეთი ნერვოზი მაგ ეგრევე ხო მე ძალადობა არ მიყვარს მაგრამ კანიდან ხტები ნერვები მაგ აზესიდი მე მგონი დამამშვიდებლები მჭირდება ზუსტად არ ვიცი უნდა დავურეკო იმაინც ჩემი ფსიქოლოგი ხო გაიქცა ქვეყნიდან ჩაბარდა ვითომა პოლიტის არის რა ქვია პოლიტიკურად შევიწროებული თუ რაღაცა რა ვიცი მე და მაგასაც მაგარი ნერვოზია გრაიშვილებასაც ყაკალს არ ვიცი მაგარი გადაზეზილი აი მე